მაკადრე. მე რა მაკადრე მაგას შევაგინავ. უარესი მითხრა. უარესი რა მაკადრე თქვი იმაში. როგორ გიკადრება ახლა მე რაღაცას ისეცას როგორ ვიტყოდი. მომისმინეთ ქალბატონო. მე ყოველთვის ვიცავ ჩემ პოზიციას. ქალბატონო მომისმინეთ. ჩემ პოზიციას ვიცავ ჩემ პოზიციას იცავ იმით რომ თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენო. რა სიტყვა მაკადრე? გამარტყავენ. მე მეორე ლოკას ნამდვილად ვერ. თქვენ თქვით რა სიტყვა გაკადრათ? საჯაროდ ამას როგორ ვიტყვი? მე თავმოყარი ადამიანი მე თავმოყარი ადამიანი ვარ და მე საჯაროდ ამას არ ვიტყვი. რაც ამ ქალბატონმა მაკადრა. მე ვარ გაერთიანების დირექტორი და მე შემიძლია შრომითი ხელშეკრულება გაუგრძელო, შრომითი ხელშეკრულების ვადა ან არ გაუგრძელო თანამშრომლებს. მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი მუშაობ. მიუხედავად იმისა, შესაბამისად ხელშეკრულება არ გაუგრძელდა და ვაცნობეთ რომ თქვენი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. იმავე დღეს უთხარით ესე კი, ხო? დამთავრებისთან. კი, დამთავრებისთანავე. ეხა უფლება არ გაქვს რომ ხელშეკრულება არ დამთავრებულა და ადამიანს უთხრა რომ ჩვენთან აღარ მუშაობს. 1 აპრილს როცა მე გაერთიანების დირექტორმა არ ვიცი, აქამდე ვიცოდი რომ იყო უდიპლომო, მაგრამ ეხლა რაღაც სერტიფიკატი წარმოადგინა, რომ აქვს საცირკო დამთავრებული, საცირკო სახელოვნებო რაღაცა და მე რომც დიპლომი არ წარმოედგინა, ნამდვილად ეჭვიც არ შემეპარებოდა, რომ ახლა ცირკები მოაწყო, მაგრამ ეს მისი უცოდინრობით იყო. იცით რატო? როცა ჯამბულად ხამხაძის ნათესავი დაინიშნა ჩემ დირექტორად, ჩვენ მინისტრები ჩამოვიდნენ გორში, რაღაც კულტურული ღონისძიებების, ესე ვთქვათ, ტრენინგები განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავგზავნეთ თანამშრომლები, ეხლა 4 დაგვევალა, 4 სპეციალისტი თვითონ გაერთიანებიდან. ჩვენ შევარჩიეთ 4 სპეციალისტი და წაბრძანებულები იყვნენ, გორში ჩატარდა ეს ღონისძიება. და ამაზე მთელი ამბავი დაგვაღწია, რატო მე არ წავედი, რატო წავიდა სხვა. ესე იგი, ეგ არის, ეგ ყოფილა აქ ყველაფერი და დანარჩენი ჩემი თანამშრომლები, ესე იგი, უნდა მყავდეს ჭრდილში, ყოლიყო დაჩაგრული და ეგ უნდა პირველი ყველგან ყოფილიყო, წავიდეს და რაღაცა. 3 შტატიანი თანამშრომელი ვიყავით და 3-ვე შტატით ხელშეკრულება არ შეიძლებოდა. შემდეგ ხელშეკრულებით რომ თანამშრომლები დამატებით შემოვიდნენ თანდათან, მაშინ უკვე ჩვენც გაგვიფორმეს ხელშეკრულებები და ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური წნეხი, რაც არის ალბათ და ჩემთვის აი სამსახურებრივი ხელშეკრულება დროს ყოველთვე ერთვიანი ხელშეკრულებები იდებოდა და იდება დღესაც. თანამშრომელი მყავს 24 თანამშრომელი მყავს აიბიში და ერთვიანი ხელშეკრულებით არის ყველა. და ეხლა როცა გადის ეს ვადა ხელშეკრულების ვადა. ესე იგი ყოველთვე უგრძელებთ ამ ადამიანებს? შესაბამისად თუ არ გაუგრძელდა ამას არანაირი წინასწარ ესეთი ცნობა არ ჭირდება რომ აი შენ აღარ გიგრძელდება ხელშეკრულება და ვსიო შენ აღარ მუშაობ ჩვენთან. ხელშეკრულება რომ დამთავრდება დირექტორს, გაერთიანების დირექტორს აქვს იმისი უფლება კანონმდებლობის მიხედვით რომ გაუგრძელოს ან შეუწყვიტოს, შეუჩეროს ხელშეკრულება. რამდენი ხანია რაც დასაქმდით თქვენ? ერთი თვეა? ერთთვიანი და რამდენი წელია მუშაობთ? რამდენი წელია რაც მუშაობთ? გაერთიანების დაარსებიდან. რამდენი ხანია რაც ერთთვიან ხელშეკრულებებზე გადაიყვანეს სამსახურში? ჩვენ ყავს ხელმძღვანელი და ხელმძღვანელი გაგცემთ პასუხი. ჩვენ კონკრეტულად არ მახსოვსო და იქნებ თანამშრომლებს ახსოვს. თანამშრომლებსაც უფრო არ მახსოვს, არ ვიცი. ერთიანი ხელშეკრულებაა გაქვს. ნახევარი თვე. არა, ნახევარი თვე. ჩვენ ვართ კულტურის სამსახური და ჩვენთან საერთოდ კონფლიქტები და ესეთი დაძაბული სიტუაცია ჩვენგან საერთოდ არის შორს. ეს გვიშლი რა არის ვალდე რა მაშინ? არა, გავუშვი ირმა, გავუშვი. რა არის ამაში ცუდი, რა თუნდა ეკეთი? დაგიმტრო გეუბნები. ისტორიკოსი ვარ და ცოტა სხვა ისტორიული თვალით უყურებ. ესე იგი, არც ერთი ომი, არც ერთი ისტორიული ქარტეხილი არ გადაულია საქართველოს თავზე, რომ ჩვენ რაიონს არ შეხებოდა. ეს რა არის?